რამდენიმე წუთის წინ უმრავლესობის ხდომა დასრულდა, რომელსაც უმრავლესობის ლიდერი შეაჯამებს. პირდაპირ ეთერში ვთავთ ბრიფინგს. მოგესალმებით. მოგეხსენებათ პლენარული კვირის ორშაბათია და ტრადიციულად ჩატარდა უმრავლესობის ხდომა. Სტომაზე განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, ასევე რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაანონსებულია საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს და უნდა გადაიმსხლოს უკვე პლენარულ განხილვებში. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ესე ვთქვათ, პოლიტიკურად დატვირთული პლენარული კვირა გვექნება, სასესიო კვირა. იმიტომ რომ ესე ხვალ სამშაბათს გვეწევა საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ ყაველაშვილი წლიური მოხსენებით, ასევე ოთხშაბათს ინტერპელაციის წესით მოწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე. ინტერპელაციის საკითხი შეეხება მიგრაციის თემას, ძალიან მნიშვნელოვან თემას, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში და საკითხს, არამედ მთელ მსოფლიოში, ძალიან დიდ გამოწვევას, რასაც მიგრაცია წარმოადგენს. გადავწყვიტეთ ფრაქცია ქართულმა ოცნებამ, რომ გაგვეგზავნა რამდენიმე კითხვა, კერძოდ 7 ძირითადი მიმართულებით გაგზავნილია პრემიერ-მინისტრთან კითხვები, რაზეც ისაუბრებს ბატონი ირაკლი ოთხშაბათს ინტერპელაციის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო ტრიბუნიდან ესაუბრა ამ თემასთან და ამ თემის ირგვლივ, იმიტომ რომ არ ახალია როგორც თქვენთვის, ასევე ჩვენი საზოგადოებისთვის ის ესე ვთქვათ მუდმივი манипуляციები, ის ესე ვთქვათ მუდმივი რაღაც კონსპირაციის თეორიები, ის მუდმივი სიცრუე ყველა თემის ირგვლივ, ყველა დადებითი სტატისტიკის ირგვლივ და სწორედ ეს დადებითი სტატისტიკა, რაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ პრემიერის ვიდეო მიმართვაშიც ვიხილეთ, ასევე ჩვენმა საზოგადოებამ, თუ რეალურად რა სტატისტიკაა, ასევე ბოლო 12 თვის განმავლობაში, ასე ვთქვათ, მიგრაციის თემის ირგვლივ და ამ საკითხის ირგვლივ, მოგეხსენებათ შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ როგორ მუშაობს ამასთან მიმართებით, ასევე მოგეხსენებათ რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ისევ და ისევ იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში დგას და ეს საკითხი ყოველთვის იდგება და ყოველთვის იდგა. ასე რომ ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, ინტერპელაციის დრო იქნება და საინტერესო გამოსვლა იქნება დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით ჩვენი საზოგადოებისთვის. ასევე ოთხშაბათს ფრაქცია საქართველოსთვის წევრებმა ინტერპელაციის წესით მოიწვიეს რეგიონული განვითარების მინისტრი ბატონი კახაბერ-გულედანი. ზოგადად თემა შეეხება ასე ვთქვათ სამინისტროს საქმიანობას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და საინტერესოდ მოსასმენი დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით, როგორი მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონები და რეგიონების განვითარება და დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვაზე იქნება მომწურავი პასუხი და ჩვენი საზოგადოებისთვის ეს იქნება ძალიან საინტერესო. რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, ძირითადი რაზეც ესე ვთქვათ, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, არის ყველას მოგეხსენებათ ამ კვირაში საქართველოს პარლამენტი განიხილავს გრანტებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დაჯადი ქმედება ხდება ექსტრემიზმი საკონსტიტუციური წყობილობის წინააღმდეგ, რითიც გაივლება კაფიო ხაზი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე და იმ ექსტრემიზმის შორის, რომელიც ჩვენ ძალიან კარგად ნახეთ განსაკუთრებით ბოლო წლებში, ამას მიუბრუნდები, დანაშაული დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 400-დან 600 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე. ხა რაც შეეხება, როდესაც ვახსენებ და ვამბობ ხაზგასმით, რომ უნდა გაივლოს კაფიო ხაზი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას შორის და ექსტრემიზმის შორის, ეს არ ახალია ჩვენი საზოგადოებისთვის და კარგად ხედავთ და კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ თითოეული კანონი, რომელიც ინიცირდება და რომელიც ჩნდება
და იმკვიდრებს ადგილს ქართულ საკანონმდებლო სივრცეში მიმართულია და ემსახურება ერთადერთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იმ უდიდესი გამოწვევების დროს, რაც უდგას მთელ მსოფლიოს. ეს გამოწვევები თუ როგორ ეცადნენ რომ დაგვტეხოდა და დაგვატყდა რეალურად თავს და რო არა ჩვენი საზოგადოების სიბრძნე, რომ არა სახელმწიფო ყველა ინსტიტუციის ძალიან მყარად და სახელმწიფოებრივად და სახელმწიფოებრივი აზროვნებით დგომა ერთ მუშტად, ჩვენ ვიცით, რასაც გვიქადდნენ და რას უპირებდნენ ჩვენს ქვეყანას. ასე რომ ის სისტემური დანაშაულები, ის სისტემური მოწოდებები და შემდეგ ქმედებები ამ მოწოდებების შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით პირდაპირ ეთერში არაერთხელ ვიხილეთ, ჩვენ ამას ჩვენი კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი. ეს იყო ის ძირითადი თემები, რაზეც დღეს ვისაუბრეთ და რაც მინდოდა თქვენთვის და საზოგადოებისთვის გამეზიარებინა. მოგესალმებით ტელეკომპანია იმედი ნინი მაისურაძე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და კიბერულ საფრთხეების ექსპერტი მაიკ პენსი საუბრობს 2024 წელს საქართველოში უცხოური გავლენის კანონთან დაკავშირებით დაწყებულ პროტესტზე, სადაც ის ამბობს, რომ ეს პროტესტი გარედან იყო დაფინანსებული, კონკრეტულად ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფინანსდებოდა და ამ კონტექსტში ახსენებს სახელმწიფო დეპარტამენტს, USAID-ს და NETS. რა დადასტურდა თქვენთვის ამ განცხადებით, მას შესაძლოა საუბარი არის ძალადობრივ აქციებზე, მოლოტოვის კოქტეილები ვნახეთ ამ აქციებზე და პიროტექნიკა. დადასტურდა ერთი. პირველ რიგში, რაც რამდენიმე წუთის წინ ვისაუბრეთ და სწორედ ეს კანონი, რაცაც უნდა მოემსახუროს ერთ-ერთ მიმართულებას, რასაც სწორედ NEDIS, EID-ის და USAID-ის მხრიდან მოდიოდა ის კოლოსალური თანხები და არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში. არამედ ბევრ ევროპის კავშირის წევრ ქვეყანაში, თუ არა მხოლოდ და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სურვილი ქონდა ეგრეთ წოდებულ deep states, თუ ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაზე გვაქვს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე გვაქვს საუბარი, თვითონ უწოდეს ეს სახელი deep state-ი, მათი მმართველობით ყველა იმ ესე ვთქვათ ქვეყნის მიმართ, რომელი ქვეყანაც უნდათ რომ მათ ექციათ პროქს სახელმწიფო. დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვამხელდით თუნდაც მანამდე, სანამ ბატონი ტრამპი და ესე ვთქვათ მისი კაბინეტი დაიკავებდა, მათი ადმინისტრაციის წევრები დაიკავებდნენ ოვალურ კაბინეტს ამერიკის შეერთებულ შტატებში და დადასტურდა ის, რისი გამოისობით და ესე ვთქვათ დაიკეტა ის ესე ვთქვათ ორგანიზაციები, რომელი ორგანიზაციების პირდაპირ კავშირში იყვნენ იმ არაპროფილურ ხარჯვასთან და პირდაპირ იმ თანხების გამოყოფასთან, რომელიც ემსახურებოდა ხაზგასმით თავიანთ სასურველ პროქს სახელმწიფოში რეჟიმ ჩეინჯებს თუ გადატრიალების მოწყობას თუ სასურველი ხელისუფლების მოყვანას. დადასტურდა მხოლოდ ეს და ყველაზე მთავარი, დადასტურდა ის მძიმე მემკვიდრეობა არა მხოლოდ მსოფლიოს მიმართ, არამედ კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელ მძიმე მემკვიდრეობაზეც უკვე ღიად მიდის საუბარი თუნდაც ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან. შალუყაყუაშვილი ბოდიში ერთი კითხვაც დავრჩა. საია სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს და თავიანთ სარჩელში მოწამვლაზე საუბრობენ, თუმცა თუ აქამდე გვესმოდა მათი მხრიდან კამიტი და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი, ახლა ეს სიტყვები აღარ არის გამოყენებული და ისინი ხმარობენ ამის ნაცვლად წყლის ჭაოში შერეულ ნივთიერებას. რა გახდა თქვენი აზრით შეცვლილი სიტყვების მიზეზი და ტერმინოლოგიის და ასე ვთქვათ, რაზე მიანიშნებს ეს თქვენთვის? მიზეზი გახდა ერთი, რომ ეს ყველაფერი, ეს მორიგი, ცრუ და ბინძური კამპანია იყო აგებული სრულ სიცრუეზე. სრულ უტიფარ ანტისახელმწიფოებრივ სიცრუეზე. რასაც სამწუხაროდ მოგვა გამოხმაურება მათი პატრონების მხრიდან და ყველას კარგად გაგახსენებთ BBC-ის რეპორტაჟს და შემდეგ რაღაც პუბლიკაციებს ამ სრულ სიცრუესთან მიმართებით და კარგად ავახსენებ ჩვენ საზოგადოებას თუ რა დამომდინარეობს BBC-თან დაკავშირებით. რაც შეეხება კამიტს, ძალიან კარგად იცოდნენ თავიდან, როდესაც სიცრუეზე ვსაუბრობ და ამ სრულ და დიდ ბოროტებაზე და უტიფრობაზე, როდესაც ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის მიმართ შეგიძლია რომ მსგავსი ტყვილი გამოიგონო, არის ერთი. უბრალოდ
რამდენიმე ხნის წინ ეს სახუმარო თემა გახდა, უბრალოდ სახუმარო თემაც აღარ არის. ხო, რაღაც ბოდვაშია უკვე გადაზრდილი, რომ რეალურად მართლა რაღაც ერთ ბუმბულგაცვენ უთუთი ყუშამდე ხო არ დავალთ, ხო? ანუ აი ეს არის მათი სახე, ეს იყო ის ტყვილი, ის სიცარიელე, რომელიც ძალიან მალე, ძალიან მოკლე დროში ჩამოიშალა.